მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობაში ამ პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანებამ ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს ხალხის პრობლემები და მათი გასაჭირის ალტერნატიულ გზებსა და ხერხებზე ისაუბრეს. ამჟამად ახორციელებთ პროექტს მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში, რომლის ფარგლებში შევხვდით სოფელ კლდის მოსახლეობას, გავეცანით ადგილზე არსებულ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად გავუწევთ შუამავლობას ახალციხის მუნიციპალიტეტთან. ეს პროექტი მთავრდება ახალ წლამდე და არსებულ პრობლემებს თითოეული სოფლის ცალ-ცალკე, რაც იქნება მუნიციპალიტეტში წარუადგენთ. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანების შეხვედრას სოფელ კლდის საჯარო სკოლის დირექტორიც ესწრებოდა, რომელმაც ერთადერთ პრობლემად სკოლის სტადიონის გაუმართავობა დაასახელა. რაც შეეხება სკოლას, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო შენობა გვაქვს, რომელიც 2007 წელს შეაშენდა და ამიტომ შენობის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. სპორტულ მოედანზე გვაქვს გარკვეული პრობლემები. ჩვენ გამგეობაში დაყენებული გვაქვს ეს მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა, რომელიც გადაჭრადია და შეიძლება გადაიჭრას. აგრეთვე ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დაფინანსება შემოვიტანოთ აქ, ნაწილობრივი დაფინანსება სკოლის ბიუჯეტით. მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანების ამ პროექტით კმაყოფილია და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად უნდა იმართებოდეს. ადგილობრივ ხელისუფლებამდე სოფლის პრობლემები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეს. ამჟამად კი კლდის მცხოვრებლებმა წინა პლანზე სარწყავი არხისა და სასმელი წყლის პრობლემა წამოწიეს. ძირითადი პრობლემები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა და უფრო პრიორიტეტულია, ეს არის სოფლის შიდა გზის კეთილმოწყობა, სასმელი წყლის მარაგის შევსება და ამისათვის გარკვეული სამუშაოს ჩატარება. ვფიქრობთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია გარკვეულ შუამავალის როლს ითამაშებს მუნიციპალიტეტთან და ერთი-ორი პრობლემა, რომ მაინც დროულად მოგვარდეს, სოფლისათვის ძალიან კარგი იქნება. გვესტუმრა არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანება ასოციაცია. გამოიკვეთა თემა თუ რაში და პრობლემები იყო სოფელში. ჩვენი გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება, რომელი პრობლემები არსებობს თუ სარწყავთან, საბავშვო ბაღთან, ეკოლოგიური პრობლემები, ანუ სოფელში უამრავი გზის პრობლემა და ასე შემდეგ უამრავი პრობლემაა. ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ და რისი შესაძლებლობაც იქნება ახლო მომავალში, ვითანამშრომლოთ აქტიურად და გადავჭრათ ეს პრობლემები, რომლებიც კარგი იქნება თვითონ მოსახლეობისთვის და ყველასთვის. ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანების შეხვედრას სოფელ კლდის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულიც ესწრებოდა. ზურაბ კურტანიძემ აღნიშნა, რომ სოფელს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს. რწმუნებული იმედოვნებს, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციები უმოკლეს ვადაში საკითხების გადაჭრას ხელს შეუწყობენ. არ არსებობს დღე, რომ სოფლის პრობლემები არ გავუზიარო ხარს, არ გავიზიარო მისგან წარმოსული სიტყვები და არ მივიდანო მუნიციპალიტეტამდე. ხალხმა ითხოვს სარწყავ არხებს, ირჩევს სასმელი წყალი, აუცილებლად შიდა ქსელები არის გამოსული მწყობრიდან და გასაკეთებელი არის. წყლის დებეთი საერთოდ გვაქვს სოფელში ძალიან მცირე. 2 დღეში ერთხელ უბანში ვაძლევთ წყალს, ისიც საათობით. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ლიდერთა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ პროექტი ახალ წლამდე დასრულდება და თითოეულ სოფელში არსებულ პრობლემას მუნიციპალიტეტს განსახილველად წარუდგენენ.